სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გადმოიყვანენ საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე მიქაიას, სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც 1 წელია რაც ქუჩაში დგას, არაერთხელ ყაყავს დაჯარიმებული გელაგელაძის უწყებას და რამდენჯერმე დაკავებული იზოლატორში იმყოფებოდა. ის სწორედ ადმინისტრაციული წესითაც ყავდათ დაკავებული. კონსტანტინე მიქაიას ამჯერად გზის გადაკეტვას ედავება გელაგელაძის უწყება. სამსახურში მიაკითხეს პოლიციელებმა, დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს მანქანაში და სავარაუდოდ რამდენიმე საათში მასაც მოიყვანენ საქალაქო სასამართლოში და მისი სასამართლო პროცესიც დაიწყება. კონსტანტინე მიქაია კახა მიქაიას შვილია. ის ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო წლების განმავლობაში და ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსულიყო. თუმცა ვერასდროს ვერ იფიქრებდა, რომ მისი შვილიც რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდა. სწორედ ამას ამბობს ის ჩვენთან ინტერვიუში, რომელსაც მაყურებელი სულ ცოტა ხანში მოისმენს. ფაქტი არის ის, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ ქართული ოცნების მოქმედ თუ ყოფილი მხარდამჭერების შვილებს ადებენ ხელბორკილებს და ფაქტია ისიც, რომ მართლდება ის, რასაც ევროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ რეპრესიები ქართული ოცნების მივა ყველას კართან. სად მიყავ ხარ? აქ რა გინდოდა? და სად გადაყავთ? არ უნდა ვიცოდე? კოკო არის ძალიან აქტიური, კოკო გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენ უკვე ოჯახით ვიბრძვით რუსული დიქტატორის წინააღმდეგ, ბიძინა რუსის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა გაგრძელდება. ამიტომ ბიძინა ვერც მე შემაშინებს, ვერც პირველ რიგში კოკოს, ვერც ჩემ შვილებს, ვერც ქართულ საზოგადოებას. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. სანამ საქართველო არ დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს, სანამ საქართველო არ განთავისუფლდება რუსული რეჟიმისგან. მე დარწმუნებული ვარ ამაში, ქართული საზოგადოება საკუთარ თავს არ მისცემს იმის უფლებას, რომ დაემონოს და დაემორჩილოს კრემლს და მის ნამესნიკს ბიძინა ივანიშვილს. მეოთხე საათი დაიწყო, რაც ადვოკატი ბორის ჩელეყურუა ეძებს მისი დაცვის ქვეშ იმედა კლდიაშვილს არ უდასტურებენ საქალაქო სასამართლოში, რომ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი სასამართლოში მოიყვანეს, მას ხელბორკილები სახლთან დაადეს. კლდიაშვილს სავარაუდოდ მასაც გზის გადაკეტვას ედავებიან. უფლებადამცველები დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ, როგორც ისინი აცხადებენ, არა მხოლოდ დაკავებულის უფლებები ირღვევა ადვოკატის უფლებებიც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკვე სისტემატიური სახე მიიღო იმან, რომ დაცვის ქვეშ მყოფებს ვერ ხვდებიან უფლებადამცველები, ადვოკატთა ასოციაცია ამ დრომდე არ აკეთებს არანაირ განცხადებებს, არ მიუთითებს ძალოვან უწყებას, რომ დროულად მოხდეს კანონის აღსრულება და მიეცეთ შესაძლებლობა დაკავებულებს გაესაუბრონ მათ ადვოკატებს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ადვოკატების პოზიცია იმ ხალხის, ვინც საათებია ელოდება დაკავებულებს საქალაქო სასამართლოში. ვაგრძელებთ ინტენსიურ ძებნას იმედა კლდიაშვილის ინტერესებს სად არის, ვიცით რომ სასამართლოში არ არის ჯერ საქმე შემოსული, ვიცით რომ ყავ დაკავებული, უბრალოდ არ გვეუბნებიან სად ყავ დაკავებული, რა თქმა უნდა არ გვეუბნებიან დაკავებულის უფლებას, უბრალოდ დაცვის უფლებას, არ გვაძლევენ საშუალებას პროცესამდე გადასაუბროთ, ადამიანს და კონდეს დაცვის სტრატეგია, ფიზიკურად არ ვიცით სად არის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის იმ მანკიერ პრაქტიკას, რასაც ვეძახით ხოლმე მოტაცებას. ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმედა კლდიაშვილი ყავთ მოტაცებული და კაციშვილმა არის ის სად არის. საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ, რომ ერთხალის არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც აქვს უამრავი რესურსი და რომელსაც იყენებს იმისთვის, რომ გააჩუმოს, დააკავოს და ციხეში გაუშვას ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები და მეორე მხარეს არის სამოქალაქო აქტივისტები და ადვოკატები, რომელსაც ამგვარი რესურსი არ გვაქვს და პირიქით გვიზღოდავენ უფლებს. აქამდე ჩვენ ვაკვირდებოდით იმას, რომ სასამართლოს ხდომებზე, რა თქმა უნდა, უბრალოდ არავითარი შინაარსობრივი განხილვა არ ხდებოდა და სამწუხაროდ იყო ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დროს აწყობდა. ის სივრცეები, სადაც კი ადვოკატს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ პროცესამდე რამე ურთიერთობა ჰქონოდა
დაკავებულთან სამწუხაროდ ეს სივრცეები უფრო და უფრო იკეტება. მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ უკვე სასამართლოში მოიყვანონ აი ამ 48 საათიან ვადას წარიყენებ იმისთვის, რომ ანუ მაქსიმალურად შიშის ეფექტი შეიქმნას, რომ უბრალოდ ადამიანმა არ იცოდეს რა ხდება მის თავს და გაუგებრობა იყოს. როდესაც მოიყვანენ სასამართლოში უბრალოდ შანსი არ არსებობს იმის, რომ სანამ პროცესი დაიწყება, დაკავებულთან ურთიერთობა გქონდეს. არ ვიცი, 2-3 წუთი გაქვს ამისთვის, რაც რა თქმა უნდა სამართლიანი სასამართლოს უფლების ვერავითარ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გელა გელაძის უწყებამ დღეს კიდევ 2 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა ადმინისტრაციული წესით, ორივე სავარაუდოდ გზის გადაკეტვას ედავებიან. რა მტკიცებულებებს მოიტანს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქალაქო სასამართლოში ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ 1 საათში დაიწყება სასამართლოს ხდომები დაკავებულების და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სავარაუდოდ ორივე დაკავებულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს პატიმრობის შუამდგომობით მიმართავს.